მაგრამ ყველაფერი ერთ წამში შეიცვალა. საქართველოს დამოუკიდებლობის პირველმა წლებმა და ქვეყანაში განვითარებულმა მძიმე მოვლენებმა, განსაკუთრებით კი აფხაზეთის ომმა, წყალტუბოს ბედით თავდაყირა დააყენა. დიდებული სანატორიუმი დაცარიელდა, უნიკალური სპა-ცენტრები გაჩერდა, ფუფუნებით სავსე დარბაზები კი სიჩუმემ და მტვერმა მოიცვა. დღეს, ათწლეულების შემდეგ, წყალტუბო ჯერ კიდევ საკუთარ დიდებას ელოდება. ოდესღაც ათასობით ადამიანის საყვარელი კურორტი ახლა ნახევრად მიტოვებულ ქალაქს გავს. ისტორიული შენობები ნელ-ნელა ინგრევა. ბევრი მათგანი უყურადღებოდ არის დატოვებული და იქნება განცდა, თითქოს ამ უნიკალურ ადგილს აღარავინ ზრუნავს და მისი დიდებული წარსული ყველას დაავიწყდა. 2014 წლიდან დაიწყო კურორტის სივრცით შესწავლა, რომელმაც აჩვენა, რომ აქ არსებულ 16 უმნიშვნელოვანესი ობიექტიდან 12 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მხოლოდ რესტავრაციას ექვემდებარება. შემუშავდა ქალაქის გენერალური განვითარების გეგმაც, რომელიც ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას ითვალისწინებს. მაგრამ გეგმები მხოლოდ ქაღალდზე არ უნდა დარჩეს. წყალტუბოს სჭირდება სიცოცხლის დაბრუნება, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, ახალი ინვესტიციები და, რაც მთავარია, ზრუნვა, რადგან ეს ქალაქი უბრალოდ კურორტი არ არის. ეს საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელსაც დავიწყება არ ეკუთვნის. თუ ჯერ არ ყოფილხარ წყალტუბოში, აუცილებლად ესტუმრეთ ამ მისტიკურ და ულამაზეს ადგილს, სანამ მისი დიდებული წარსულის კვალი ჯერ კიდევ ცოცხალია. ხოლო თუ მოგეწონათ ეს ვიდეო და გსურთ კიდევ ბევრი საინტერესო ისტორია გაიგოთ საქართველოს ულამაზესი და მივიწყებული ადგილების შესახებ, აუცილებლად დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და გააქტიურეთ ზარისხილაკი. მაგრამ ყველაფერი ერთ წამში შეიცვალა. საქართველოს დამოუკიდებლობის